მოგესალმებით, მე ირინე ტორონჯაძე ვარ, ჩემთან წამყვანი ნინი ჯალაღანია და დღეს გვყავს განსაკუთრებული სტუმარი, თუმცა სანამ წარგიდგენთ, უნდა ვთქვათ, რომ ვიწყებთ პოდკასტების ციკლს, რომელიც სრულად შეეხება პიროვნულ ზრდას და სწორედ პიროვნული ზრდის ტრენერი ბატონი ნუგზარ ძიძიგური გვყავს სტუმრად და მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელშობას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თქვენს და ჩვენს მაყურებელს. პირველი თემა შევარჩიეთ, ალბათ ნიშანდობლივიც არის, რომ ამით ვიწყებთ, ეს არის ტოქსიკური სამკუთხედი. მე თვითონ უნდა ვთქვა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრ გამოსავალში მე თვითონ დავდივარ თქვენს კურსებზე, პიროვნული ზრდის კურსებზე და ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მაღალი სტანდარტის ფსიქოლოგიური კურსებია, ამას ერთად აღმოაჩინე, რომ რაღაცნაირად ქრისტეს გზა და ქრისტეს მიერი, ასე ვთქვათ, მომენტებია ჩადებული, რაც ჩემთვის მართლა აღმოჩენა იყო და ეხლა ისევ დაუბრუნდეთ თემას, ეს არის, ესე იგი, ტოქსიკური სამკუთხედი. რას გულისხმობთ? მსხვერპლი, მოძალადე, გადამრჩენელი. მე მგონია, რომ ეს ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის და თან სიახლეც იქნება. მოგესალმებით და მოგესალმებით. ასევე გულოცავთ ჩობა ახალ წელს. ასევე დაესწარით მრავალ ჯანმრთელად, ბედნიერად. მადლობა, მადლობა. კი, ეგ სამკუთხედზე რო ვსაუბრობთ, ეს არის სოციალური როლები, ანუ სოციალური არაჯანსაღი როლები. ახლა სოციალური როლები რომ ავიღოთ, ყველა უარყოფითი ნეგატიური დამანგრეველი როლი რომ ავიღოთ, შეიძლება დავიყვანოთ სამზე. რაც დაასახელე ირინა, ეს არის მსხვერპლი, გადამრჩენელი და მოძალადე. ნუ ხშირად გადამრჩენელს მხსნელად იხსენიებენ, მოძალადე აგრესორი, ამით არ იცვლება არაფერი. და ეგ სამივე როლი არის გზა სიკვდილის, განადგურების, ტოქსიკური, დამანგრეველი, ეგ სიცოცხლე არ არის, თუ არის განვითარება და თუ არის დეგრადირება, ეს არის დეგრადირება. და აქ იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი ამ როლებში. ეგ როლები არის ქვეცნობიერი, ანუ ადამიანი არის შენივთებული ამ როლში და არ იცის რომ როლში არის. საერთოდ რა არის როლი? ორი სიტყვით რომ თქვა რა იგულისხმება. ეგ არის ერთგვარი ქცევის მანერა, ადამიანის ქცევის მანერა, რომ ადაპტირდეს სოციუმში, ან ადამიანების ჯგუფში, კოლექტივში და ასე შემდეგ. თუმცა ეს ცალსახად ცუდი არ არის როლი. ცუდი არ არის, ცუდი ცალსახად, როგორც ასეთი როლები ცუდი არ არის. არის ჩვენ ხშირად ვართ სხვადასხვა როლებში, მაგრამ როლში შეიძლება იყოს ცნობიერად, შენ თვითონ აირჩიო, ცნობიერად იყო, შეცვალო, ის შენ ზიანს არ გაყენებს და უბრალოდ ფუნქციონირებ. მაგრამ როცა ჩვენ ვაპობთ ამ სამ როლზე, ამ სამ დამანგრევალ როლზე, ის ადამიანები არაცნობიერებენ, რომ ამ როლში არიან. არც მსხვერპლი აცნობიერებს, რომ ის მსხვერპლის როლშია. როგორც ეს ხო ახლა გავისვა ძალიან საინტერესო კითხვა, ყოველთვის ჩემთვის საინტერესო, რომ შეიძლება ადამიანმა აირჩიოს ცნობიერად, რომ იყოს მოძალადის როლში, ან იყოს მსხვერპლის როლში, ან იყოს გადამრჩენის როლში. ხო შეიძლება გააცნობიეროს, მაგრამ იმდენად მისი იყოს ეს ორგანულად, რომ არჩევანიც იყოს ეს. ნახე, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ რისთვის უნდა ჯანსაღი ადამიანი ხო, ჯანსაღი არ არის. ამას არ გააკეთებს, არ ჭირდება. იმას არ მოუვა. რომ მოდი ახლა მსხვერპლი ვიყო. მოდი მსხვერპლი ვიყო, ან მოძალადე ვიყო და ასე შემდეგ. გაუცნობია. რატო ამ როლებს რა ერთიანებს? მოდი ვეთქვი, დაბალი შინაგანი თვითშეფასება, სიყვარულის დეფიციტი. ნახე, ისინი თავიანთი დაბალი უპასუხისმგებლობა, ეს არის აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობიდან გაქცევა. ეს არის შინაგანი სულიერი ტკივილი. ნახე, აგარ ეს არის ტანჯვა. ადამიანი ცნობიერად, თუ ადამიანი შინაგანად ჯანსაღია, ტანჯვას, დაძაბულობას, თვითგვემას, განადგურებას არ აირჩევს, ვერ აირჩევს. ანუ ვინც იმყოფება ამ როლებში, ის ფსიქიკურად ნადგურდება, ფიზიკურად ნადგურდება. მოდი, ახლა დავაკონკრეტოთ მაშინ, რომ მაყურებელს გასაგები იყოს, რომ რა რწმენა წარმოდგენები აქვს, აი ამ როლებს. დავიწყოთ, დავუშვათ, აი რატო ვსაუბრობთ, რომ ეს არის დამანგრეველი დანაშაულის გნობა დაყვება, უფრო რომ გავშიფროთ, აი მსხვერპლის როლს დაყვება, ესე იგი დავიწყოთ მსხვერპლით. სამივე ცალ-ცალკე განმეორებოთ სამივე ცალ-ცალკე მე ჩავშალოთ, ასე რომ შეგიძლია რომ რაღაცა მაგალითები მომაწოდოთ იქაც. კი, განვიხილოთ. ხო, მე ვიცი რომ ქალთა უფლება და კი ბატონო და ბევრი მწერს ხოლმე მსგავს ბევრი მოგწერს და სიტუაციებიც გექნება სხვადასხვანაირი განხილვის და ასე შემდეგ. კი ბატონო.
განმარტებული, შეგვიძლია ეს, ანუ უმთავრესად ადამიანებს რა აწუხებს, როგორი კითხვებით მოგმართავენ. და ყველაზე მეტად რა სიტუაციები ის განვიხილოთ, მაგრამ ჯერ ვთქვათ, აი მსხვერპლი, ვინ არის ეს მსხვერპლი, როგორ აზროვნებს მსხვერპლი. როგორ აზროვნებს? საერთოდ მსხვერპლის ქცევა არის წუწუნი, პასიურ მდგომარეობაშია, წუწუნებს, უმთავრესად განიცდის ისეთ დამანგრევალ ემოციებს, როგორიც არის თვითგვემა, წყენა და ასე შემდეგ. დანაშაულის განცდაც? დანაშაული უფრო არის წყენა და თვითგვემაში არის. ერთია, ხო. დანაშაულის განცდა არის ოღონდ უფრო ნაკლები, დანაშაულის განცდა უფრო მეტი აქვს გადამრჩენელს. მართლა? აჰა. სინამდვილეში. იმათ ყველაფერს ნეგატივები მსგავსი. აი საინტერესო, ესე იგი თვითგვემა, წყენა ეს მსხვერპლის დამახასიათებელი. მსხვერპლისა უსუსურობა, უსუსურად გრძნობენ თავს. თუმცა ისინი ასე აზროვნებენ, რომ ვიღაცა რომ მათი პრობლემა არის გადაუჭრელი, ისინი არიან ჩიხში, ვიღაც უნდა მოვიდეს და მან გადაუჭრას პრობლემა და ამ მოცემულობაში არიან. თუმცა ხო შეიძლება რომ მსხვერპლი ამავდროულად იყოს მოძალადე. ანუ თავს გრძნობდეს მსხვერპლად და ამან უსუსური კი არ გახადოს, პირიქით აგრესიული გახადოს და გახდეს თან მოძალადე. ერთი როლი შეიცავს სამივეს. სამივეს შეიცავს? აუცილებლად. ნახე, ეს როლები შეიცავს ერთმანეთს. ცალკე როლში ყოფნა არ შეიძლება, ამიტომ ქვია სამკუთხედი. აჰა, გასაგებია. ის სხვანაირად ამას დრამასაც ეძახიან, დრამატულ სამკუთხედს. მე ვეძახი პირადად ჯოჯოხეთს. ნუ არარელიგიური გაგებით ხო? და თქვენ ახსენეთ ესე პრივატულ და იქ წრეში საუბარში, რომ 90% პოპულაციის სწორედ აი აქ იმყოფება დაბალ სიხშირეზე და სულ მცირე 90% ადამიანების 90% აქ იმყოფება. რასაც სიამოვნებო გილოთ. ეგ არის სწორედ პრობლემა, რომ ადამიანები ვერ წვდებიან. ნახე, ეს მიზიდულობაც ერთგვარი. ვინც იმყოფება ამ როლებში, აი როგორც ვთქვით, თუ ხარ მსხვერპლი, შენ მარტო მსხვერპლი ვერ იქნები, ასევე ხარ მოძალადეც. მოძალადე თუ ხარ, ასევე ხარ მსხვერპლი და გადამრჩენელიც. ანუ ისინი შეიცავენ ერთი მეორეს. ისე ყველაზე ძლიერი მოძალადეებიც თვითონ მსხვერპლები არიან. ხშირად ის ახლა ჩვენ ამ როლებზე რომ საუბრობთ, ეგ სოციალური როლებია და ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. საერთოდ შინაგანი მდგომარეობა. ეს მარტო სოციუმში კი არ ხდება, მასში ხდება. კიდევ მასში ხდება ამისი მონაცვლეობა. უბრალოდ ერთი როლი შეიძლება საბაზისოდ აქვს და მყარა ძიან როლში, მაგრამ იმ როლებში მაინც ხდებიან. ესე იგი ერთ-ერთი როლი უფრო დომინირებული. ხო, ვიღაც უფრო მსხვერპლია, ვიღაც უფრო მოძალადეა, მაგრამ სადაც ეძლევა საშუალება გადამრჩენება. საშუალება ის ავტომატურად ხდება იმაში, ანუ ენაცვლება. სულ მსხვერპლში ვერ იქნება ადამიანი. ის აუცილებლად გადადის ასევე მოძალადეში. მოდი, ახლა მოძალადე ვთქვათ, რა ახასიათებს მოძალადეს? მოძალადეს, მთავარი ისინი რომ თქვა და მე უფრო ჩავშალოთ. მოძალადეს უფრო ახასიათებს დადანაშაულება, აი დადანაშაულება. ის ეძებს ვინ დაადანაშაულებს. ბრალდებელი. შინაგანად არის მარტოსულად გრძნობს თავს, მოტყუებულად გრძნობს თავს, დაჩაგრულად გრძნობს თავს. და ეძებს თუ ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე. იწყებს სხვების მისი არის გააკონტროლოს სხვა, დაადანაშაულოს სხვა და დასაჯოს სხვა. ანუ ეძებს ის თუ ვინ უნდა დაისაჯოს. ამიტომ რისხანება, ბრაზი, რაც არის წყენა, ყველა თვითგვემასაც ახასიათებს ეს, მაგრამ ყველაზე უმეტესი, ანუ რომ თქვა ხო, უმეტესი არის ეს ბრაზი და დადანაშაულება. ანუ სხვების დადანაშაულება. ხო, სხვების დადანაშაულება. ისე რაც შეეხება დადანაშაულებას, აქ ვექტორებიცაა, ხო? სხვა ან საკუთარი თავი პრინციპში ფსიქოლოგიურად განსხვავება არა. ზოგჯერ ადამიანი ასევე შენ თავს ადანაშაულებ, ეს დადანაშაულება. ხო, სხვა, მაგრამ საკუთარ თავზე ძალადობ. ხო, საკუთარ თავზე ძალადობ, როცა ჩვენ ვადანაშაულებთ ჩვენ თავს, ჩვენ ძალადობთ საკუთარ თავზე, ვადანაშაულებთ ჩემ თავს. ახლა ეგ ცოტა სხვა თემებია, ვარ მე და ჩემი თავი, ეს ერთ და იგივე არ არის. კიდე ერთი და იგივე არ არის. ნუ არის ახლა მე არ მომწონს ჩემი თავი, ვიღაცას ვიღაც არ მოწონს, ხო? ახლა ერთ და იგივე არ არის, მაგრამ ეგ ახლა სხვა განსხვავებთ, ახლა დავუბრუნდეთ, ხო, მოდი უფრო გამარტივებულად ვისაუბროთ, რომ დასაგებიც იყოს. მოდი და ახლა გადამრჩენელიც აღწეროთ. გადამრჩენელი რომ აღწეროთ, ხო, აი ეს მაინტერესებს. გადამრჩენელი არის, აი უჩემოთ, ანუ როგორ აღიქვამს ეს, როგორ აზროვნებს, უჩემოთ სხვები დაიღუპებიან.
უჩემოდ ვერ შეძლებენ, უჩემოდ ვერ გააკეთებენ, მე უნდა დავეხმარო და ამ ყველაფერს ის აკეთებს საკუთარი თავის იგნორის ხარჯზე. ანუ საკუთარი ემოციური საჭიროებების და ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. უგულებელყოფის ხარჯზე. ანუ რეალურად სპეციალურად ძალითან რაღაცას კი არ აკეთებს, პირიქით. ის თავის აზროვნებაში ის კარგ რაღაცებს აკეთებს, ხო? მაგ კაი ტიპია, სხვა ეხმარება, ძლიერად გწნობს, ხო? არა მარტო კაი ტიპია, სხვა ეხმარება და სოციუმის კარგად აღიქვამს ამას. მისაღებია სოციუმი. აი დედა თუნდაც ან მეგობარი ან მეუღლე, რომელიც თავზე გადაყვა თავის შვილს, ხო, ის უზრდელის დამოკიდებული ან სიტყვაზე ესეთი ლოთი ნარკომანი, აი ეს ხალი საწყალი დედა როგორ გადაყვა თავზე და ის და ესე აღიქმება, რომ აქედან ერთი მხარე არის ყველაფერი წესრიგშია, კაი მეორე მხარეს რაღაც წესრიგში არ არის. სინამდვილეში, ნუ ამას მე უფრო ჩავშალო და ახლა ეგრე მარტივად არ არის საქმე. უკაცრავად რატო დანაშაულისგანც და რატო აქ მაშინ გადამრჩენელს? მას აქვს დანაშაულის გადამრჩენელი, გადარჩენა, ისე გადამრჩენელს არ ეკითხებიან, ისე ხდება ეს გადარჩენაც. და ის აკეთებს გადარჩენას, რომ საბოლოოდ ვერავინ ვერ გადარჩება და თვითონაც არის ფრუსტრირებული. ნახე და ყველა უკმაყოფილოა ნახე. გადამრჩენელი, როცა გადამრჩენელი არის გადამრჩენელის როლში, ის თავისთვის მართლა ცდილობს ახლა, ხო, პატიოსნად თავის გაგებით რაღაცა გააკეთოს, გადაარჩენოს და ეხმაროს ადამიანს, მაგრამ გადარჩენა ისე ხდება, რომ საბოლოოდ ყველა უკმაყოფილოა. ნახე და არც ადამიანი არ გადარჩება, არც არავინ არ გადარჩება, ყველა უკმაყოფილოა. და თვითონაც დაიგნორირებული ქონდა თავისთავი ბევრ რაღაცებზე უარს ამობდა თავის საზიანოდ აკეთებდა ამ ყველაფერს და საბოლოოდ იმ მსხვერპლია უკვე მე იმ მსხვერპლში შეედეს რომ მე რომ ამდენიც გიკეთებდი თუნდაც თავი რომ შევწერე დედა როცა ამბობს მე ხო ესენი რომ მე მთლიანად თავი შემოგწერე შენ გამოს შენზე ვფიქრობდი ანუ თავის ხო ის არ გათხოვდა სიტყვა ნუ გათხოვებაზე არ აქვს მხოლოდ საქმე. ხო, საკუთარ ცხოვრების აწყობა. მთლიანად ემოციურად ყველანაირად იყო გადართული სხვაზე. ნახე, გადამრჩენელი, მოდი გადამრჩენელს ჭირდება კარგი ჩაშლა, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, იმიტომ რომ ძალიან ისეთია. შეფარულად თითქოს კარგი. ხო, თითქოს აი გადამრჩენელი მაინც რა იგულისხმება, ნუ მაშინ რატო არის ეგ ცუდი, ხო, ბოლო. აი და რა იგულისხმება, თვითონ სიტყვა, ლამაზი სიტყვა კარგად ჭრეს, გადამრჩენელი. გადარჩენა არასწორია, დახმარება სწორია. მოდი თვითონ ეგ ტერმინები ჩავშალოთ. ანუ თვითონ გადარჩენა არ არის ჯანსაღი, მაგრამ დახმარება ჯანსაღია და განსხვავება არის. ახლა რა არის გადარჩენა დახმარება შორის? ეგ აუცილებელია თქვათ. აი მაგალითად ადამიანი არის რაღაც საქმეში ჩართული, რაღაც საქმეს აკეთებს, არ გამოდის, ეთხოვს დახმარებას და ამ ქმედებას რაც ჩართული იყო აგზელებს. მაშინ ის ეთხოვს დახმარებას და არა გადარჩენას და ეს არის დახმარება. და გადარჩენა არის თუ ადამიანს რას ნიშნავს გადარჩენას ეთქვა. თუ ადამიანი რაღაც საქმეს ვერ აკეთებს და ეთხოვს რომ მის მაგევრად სხვამ გააკეთოს და თვითონ ამისთვის არანაირ ძალისხმევას არ ახმევს. პასუხისმგებლობა სხვაზე. ეს არის უკვე გადარჩენა მთლიანად პასუხისმგებლობა. და ამ დროს სწორედ გადამრჩენელი ერთვება. ანუ ორივე არის წამგებიან სიტუაციაში. აი ხა რა მაინტერესებს, მე ესე მგონია, ჩემი შინაგანი ანალიზი ამას მეუბნება, რომ იმას გადამრჩენელს უკვე დანაშაულის განცდა აქვს, რომ არაფერს არ აკეთებს და ამ დანაშაულის განცდის ჩასახშობად იწყებს გადამრჩენლობას. ესეა თუ პირიქით არის, რომ გადამრჩენელს აქვს რა თქმა უნდა პრობლემები. თუ ადამიანს უკვე ცუდად არის, მაგრამ უკვე ცუდად არის. სამივე როლი, რომელიც არის, ისინი ცუდად ისინი სანამ როლში მოხვდებიან, მანამდე არიან ცუდად. ანუ მერეკი არ ეკიდა პრობლემა. აი ბატონო ნუგზარ, აი მე მინახავს ესეთი შემთხვევები, რომ კლასიკური მსხვერპლი რომ ავიღოთ რა. აიძულებს მეგობარს, ოჯახის წევრს არ აქვს მნიშვნელობა, რომ იყოს მის ცხოვრებაში გადამრჩენელი და უხეშად რო ვთქვათ, манипуლირებს, რომ შენ თუ ახლა მე არ გადამარჩენ, მე არ ვიცი რა მომივა. ამ შემთხვევაში გადამრჩენელად შეიძლება იქცეს ადამიანი თუ ვერ წამოგაგებს ამაზე მსხვერპლი. ეს როლები მოდი ვთქვათ, კარგი ჩავყვეთ საიდან მოდის საიდან აიკიდა ასე რომ ვთქვათ ადამიანმა ეგ როლი.
ეგ როლები, ამ როლებში ყოფნა ნიშნავს ცნობიერების დაბალ დონეს. ახე, მათ აქვს ცნობიერების დაბალი დონე, როგორც ვთქვი, დაბალი თვით შეფასება. თვით შეფასების მთავარი ნაწილი ის ეყალებდება ღრმა ბავშვობაში. 2-3 წლამდე მთავარი ნაწილი, მაინც უკვე ჩამოყალიბებულია. მას უკვე ზიანი აქვს. ამას განაპირობებს ჩვენი წინაპრები, გენეტიკური მეხსიერება, შემდეგ ორსულობა ალბათ. ორსულობა და ეს გარემო, რომელშიც იმყოფება და ყველაფერი ერთად კომბინირდება, ხო? ერთ და ორ რაღაცაზე არა დამოკიდებული, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ყველაფერი ერთად შეადგენს ამას. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, არაჯანსაღ გარემოში წარმოიქმნება. ახლა ის ხო შემთხვევით არ წარმოიქმნა. ახლა თვითონ დაბალ სიხშირეებს მიეკუთვნება ასევე და ყველა მიჯაჭვულობები, რაც არსებობს, დამოკიდებულები, მიჯაჭვულობები, თანადამოკიდებულება, ეს ყველაფერი არის ერთველშია დაბალი სიხშირეების, ცნობიერების დაბალი დონე, დაავადება, დამოკიდებულებაც მიჯაჭვულობები, და დეფექტი როგორც თქვენ გიყვართ თქვა. და დეფექტებია, მათ აქვს ხასიათის დეფექტები. დეფექტია. მე მომეწონა ამ ჯგუფში ისე ასე ვთქვათ დიაგნოზივით და თან ამ ყველაფერში ბატონ ნუგზარს ეს მომწონს რომ აქვს იმდენად პატივისცემით ამბობს ამას და სიყვარულით რომ არ გაგაღიზიანებს. დეფექტია. კარგი, მადლობა. განვაგრძოთ, კარგი. ყველაფერი იწყება გაცნობიერებით. თავიდან შეიძლება ადამიანს ახლა რომ უთხრა გადამრჩენელს რომ დეფექტიანი ხარ რომ გაბრაზდე. ხო, მიმღებლობაც უნდა კოლაზე არა დეფექტური მე ვარო, აი. მირი ვარ და ასე და თანაც დამდასტურებლებიც ყავს, ხო, სხვა. კაშის მომკრული. მაგრამ ახლა ესე დამოკიდებულებას ქვია ოჯახური დაავადება. ახლა ცალკე არ არსებობს ოჯახი არის სისტემა. ოჯახში თუ არის ეგ მსხვერპლი გადამრჩენელი და ეს ყველა არის აქ ჩარეული, ჩაბმული ამ ფერხულში. ყველა ესე ცალკე ვერ იქნება. და სხვა შეს აქვე ვთქვათ, რომ აი ბავშვი სიტყვაზე თუ არის რაღაცა გაჯეთზე თუ რაღაცას დამოკიდე ან რაღაცნაირად იქცევა და პრობლემურია, ეს ყოველთვის არის სისტემური პრობლემა ხოლმე. სისტემურია თუნდაც ოჯახში თუ არის ერთი ბავშვი, რომელიც არის გაჯეთზე არაჯანსაღად მიჯაჭვული, ეს ნიშნავს, რომ ოჯახს აქვს პრობლემა. ახე იქ რომ მხოლოდ ბავშვს აქვს პრობლემა და ყველანაირი არანაირი პრობლემა სხვებს არ აქვს, ესე ვერ იქნება. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ, არ არის ჯერ ფეხგადგმული ეს ოჯახის როგორც სისტემის აღქმა და რაღაცა სეპარირება ხდება ხოლმე, აი ბავშვს აქვს პრობლემა ან ვიღაც ერთ ადამიანს და ეს რომ მართლა ოჯახურ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და შესაბამის მკურნალობას გადიოდეს, ეს მნიშვნელოვანია. და კონკრეტიზება რომ მოვახდინოთ ამ შემთხვევაში ბავშვი მსხვერპლია, რომელიც გაურბის რაღაცა სიტუაციას. ეს გაურბის კი, ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს, თუ ბავშვს პრობლემა აქვს, ნებისმიერ ვარიანტში მშობლები უნდა ჩაერთვენ პროცესში. ის რომ მშობლები ახლა ბავშვს სადღაც მიიყვანეს ან იმას აქვს და ჩვენ ვარაფერი ეგრე ვერ იქნება უბრალოდ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს არ უნდა თუნდაც ზრდასრული არის, არა მარტო ბავშვია, უკვე მოზარდიან ზრდასრულია. ასევე არ აქვს მნიშვნელობა თანადამოკიდებულები ემოციური მიჯაჭვულობა სადაცაა და ემოციური მიჯაჭვულობა არის მე რა უნდა ვიგრძნო სხვაზე არის დამოკიდებული. აი ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ. ანუ თავის განწყობას დამოკიდებლად ვერ გზზე მოქმედებს და რაღაცებს მიწყვეტავს. უკვე ეს ფაქტი რომ ავიღოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა. ამიტომ არის ხშირად მოდიან ზრდასრული შვილების მშობლები, ესე რომ ვთქვათ, რომლებიც ჩივიან თავიანთ შვილს, რომ ესე და მე ვეუბნები უხსნი, რომ თქვენს გაქვთ პრობლემა და თქვენ აუცილებლად უნდა ჩაერთოთ. თუნდაც შენ შვილი თუ უარს ამბობს ან ნებისმიერ ვარიანტში, გაცნობიერება და ჩართვა გჭირდებათ, რადგან ისევ მოხდები ამ როლში, გადამრჩენელ მსხვერპლის როლში იქნები, აუცილებლად. და ეს манипуლირება, რომ ვთქვათ, ამ სამკუთხედში არის მხოლოდ манипуლირება. ველა ერთმანეთზე манипуლირებს, ველა. და ძალიან რთული სამკუთხედია, ეხლა რა უფიქრე. და ყველას რაღაც მეორადი სარგებელი. ყველა манипуლირებს, გადამრჩენელიც манипуლირებს, თქვენ რა გონიათ, გადამრჩენელს მართლა უნდა რომ გადაარჩინოს, საქმე იმაშია, მეგობრებო, რომ გადამრჩენელს არ უნდა რომ გადაარჩინოს. სულ რო შეინარჩუნოს თავის სტატუსი. სინამდვილეში ის იწყებს გადარჩენას, მაგრამ გადარჩენა ისე ხდება, რომ ბოლომდე არ გადარჩეს ადამიანი. იმიტომ რომ ბოლომდე თუ გადარჩა, მაშინ ის ფუნქციას დაგარგავს. და სხვათა შორის, აი თუნდაც ავიღოთ დამოკიდებული ადამიანი, რომელიც ჯამრთელდება
რომელიც ჯანმრთელდება და მშობლები ან მეორე ნახევარი თუნდაც არაფერს არ სრულებს ცხოვრებაში. მაშინ ისინი თავიანთ ეგრეთ წოდებულ ლომკას იყიდებენ, უხერხულად გრძნობენ თავს რაღაც პერიოდის მერე და ქვეცნობიერად ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ადამიანი უკანა პოზიციაზე დააბრუნოს. ანუ თანადამოკიდებული ზეწყება ეს რაღაც ახშობა გადავდივარ ცოტა რთული თემაა, მაგრამ მაინც ვახსენებ. აი ის შიში ხო არ ირთვება მანდ, რომ ახლა ეს პროგრესირდება, მაჯობებს და შეიძლება მე აღარ მოვეწონო. ნებისმიერ ფუნქციას კარგებს, ნახე. ხო, თვით გადამრჩენელ საცხოვრებისეული პოზიცია ეს იგულისხმება ქვეცნობიერი. ანუ შინაგანი აღქმა ერთგვარი. მე კარგი ვარ, შენ ცუდი ხარ. ესე რომ თქვა, ცხოვრებისეული პოზიცია ქვეცნობიერი აქვს, მე კარგი ვარ, შენ ცუდი. ხო, მე შენზე უკეთესი ვარ. იმიტომ უნდა გადაგარჩინო, რომ მე უკეთესია. მას ჭირდება, რატომ არის გოგო რომ თხოვდება, ან გოგო ბიჭი არ აქვს მნიშვნელობა სიტყვაზე, ნუ უფრო თანადამოკიდებულები, ქალბატონები არიან. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა. ხო და აი გოგო ავიღოთ. აი გოგო თხოვდება, არის ბევრი ისეთ შემთხვევას, მე რომ თხოვდებოდი, ვიცოდი ის რომ ნარკოდამოკიდებული იყო, პრობლემები ჰქონდაო, რაღაცები უკვე იმ დროსაც ვიცოდი და რატო გაყევი? მე სხვა უფრო უკეთესი ბიჭები მეძლეოდაო. არის ესეთი ტექსტებით, მაგრამ ნუ ამას გავყევი. იმან იზიდა. იმიტომ რომ არო ესო ვიცოდიო, მაგრამ ვიფიქრეო დავეხმარები შეიძლება რაღაცა. ხო და რაღა გადასაკეთებელს ვიყვებოდი ზოგჯერ ვამბობ, ხო? იცოდი და სინამდვილეს სხვას ვერ გაყვებოდი. გადამრჩენელი თანადამოკიდებულიც მერი არ ხდება ადამიანი, რომ შვილი შეეძინა, გათხოვდა, ცოლი მოიყვანა და უკვე იყო ის თან. ანუ პარტნიორი ან ვიღაც სხვა ადამიანი კი არ გიდებს ამ როლს. ანუ შინაგანი ეგ როლი შენ მოყვება. მოდი ეს ეს თანადამოკიდებული უბრალოდ სიტყვა იმისთვის, რომ გავმიჯნოთ ნარკო, ალკო ან თამაშზე დამოკიდებულებებისგან, რომ სხვა სიტყვა იყოს, თორე რეალურად დამოკიდებული ადამიანია. თანადამოკიდებული და დამოკიდებული ეს ერთი და იგივე, უბრალოდ ამას ვეძახით თანას, თანადამოკიდებული. დეფექტები ერთნაირი აქვთ. შინაგანი დეფექტები სინამდვილეში აქვთ ერთნაირი დამოკიდებულსაც და თანადამოკიდებულსაც. ხო, დეფექტების შემთხვევით არ ხდება, რომ ცალკე თემა შემთხვევით არ ხდება, მიზიდულობა ერთგვარი. მოძალადე და მსხვერპლი ერთმანეთს იზიდავს. ნახე? ის გოგო თუნდაც რომ ეს 5 წლის იყო და იმ რეზინებზე თამაშობდა თუ ეს რა თამაშებია ახლა ბავშვების უკვე იყო იმ დროსაც ეს გადამრჩენელი სიტყვა ზოგი რომ დააგვერდება იმ სკოლაშიც გადამრჩენელები იყო სხვებთან შეიძლება დაქალებთან კლასელებთან ანუ ტიპაჟი ესეთი შინაგანეთი ტიპაჟია თუ ოჯახიდან მოდის აი თქვა ოჯახის მოდელი რო ავიღოთ სიტყვაზე მამა არის მოძალადე დედა არის მსხვერპლი და მაგ შემთხვევაში ბავშვს უწევს რომ იყოს დედის გადამრჩენელი. მერე ძალაუნებურად ხდება მსხვერპლი, მერე დედას უწევს რომ აქეთ გახდეს გადამრჩენელი და ეგ ხო არ არის ბაზა? ეგ ცოტა რთული ისე არაჯანსაღ ოჯახში, მოდი ასე ვთქვათ, შინაგანად არაჯანსაღ გარემოში ოჯახში ბავშვები ერთნაირებიც არ არიან და სხვადასხვა როლებს იკიდებენ. ხო? ამ როლებიდან მასაუბარ კიდევ ცალკე თემა, ეგ საერთოდ სხვადასხვა თემებია. იმიტომ რომ ისინიც გარკვეულ როლში შედიან. თუმცა ჩვენ მაგას გავარჩევთ უკვე შემდეგ პოდკასტში. შეჯამება გავაკეთოთ მაყურებლისთვის, ესე ყავს მსხვერპლი, მოძალადე და გადამრჩენელი. ხო, მსხვერპლს აქვს უსუსურობის განცდა, სირცხვილის განცდა, წყენა, აი ამ ესეთი მახასიათებლები აქვს. მოძალადე არის ბრალდებელი, სულ სხვას ადანაშაულებს და ეძებს დამნაშავეს იმისთვის, რომ დასაჯოს და ყავს გადამრჩენელი, რომელშიც დომინირებს ეს დანაშაულის განცდა და თითქოს ამის კომპენსირებლად უნდა რომ ვიღაც გადაარჩინოს და ამის ხარჯზე ხდება გმირი და კარგი ტიპი. კი, ხო და კიდევ რომ დავამატოთ რა ერთიანებს ამ როლებს. რა ერთიანებს? იმათ აქვს მსგავსი. ეს არის შინაგანი სულიერი სიცარიელე, დაბალი თვითშეფასება, უპასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობა სხვებზე გადაბრალება. აი გადამრჩენელიც იმიტომ უფრო ყურადღებას რო ვამახვილებთ, თითქოს პასუხისმგებლობებს იღებს. სინამდვილეში იღებს თავის დაიგნორირების ხარჯზე. ესეც პასუხისმგებლობიდან გაქცევა. სხვა ადამიანის ცხოვრება ეს არის უპასუხისმგებლობა. ანუ თვითონ არის დაიგნორებული და ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს აზრებზე, ემოციებზე, სურვილებზე, ქმედებებზე მე ვარ პასუხისმგებელი. ნახე, ისიც განიცდის დამანგრეველ ნეგატიურ ემოციებს და ამაზე პასუხისმგებლობა გადააქვს სხვაზე.
აი გადამრჩენელიც რომ თქვათ. რომ ეუბნები როგორ ხარ ნუ ასე გიწუდა თუ რატო იმიტომ რომ აბრალე ჩემი შვილი ჩემი ქმარი ჩემი ცოლი ქვეყანაში მივიდეს რა ქვია პოლიტიკური ვითარება ეს სხვები არიან ნახე ანუ თავის მდგომარეობაზე წნევები მაქვს ძილის რეჟიმი ცუდია ნერვიულობ უბედურად გრძნობ თავს იმიტომ რომ და მიდის ანუ ვერ აუღია თავის თავზე ანუ ადამიანს რომელსაც არჩეულია თავის თავს მიხედოს როგორ შეუძლია სხვას მიხედოს ანუ ეს ერთგვარი ესეთი თამაშია ამ ყველაფერს ქვია ფსიქოლოგიური თამაშები ანუ არის რეალური ცხოვრება ცხოვრებაში არის თავში ცხოვრება ამას ქვია თავში ცხოვრება ანუ ეს ადამიანები ამ სამკუთხედის პერსონაჟები გმირები რეალობას ცილდებიან რაც უფრო რეალობას ცილდება მით უფრო არაადეკვატურია მით უფრო არაჯანსაღმედებებს შედის მით უფრო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს ნახე ამ ადამიანებს ასევე ახასიათებთ უჭერთ გადაწყვეტილების მიღება უფრო ყოყმანობენ და ბედნიერების ხარისხზეც მოქმედებს რა თქმა უნდა ბედნიერების ხარისხზე ძლიერად მოქმედებს და ზუსტად არიციან რა უნდათ ნუ ცხოვრების რაღაც ეპიზოდებში თითქოს რაღაცა მაგრამ საერთო ჯამში იციან რომ ზუსტ არიციან რა უნდათ ზუსტად და აი მუდმივი ექსცერიალი რა არის უკმარისობის დაუკმაყოფილებლობის გზნობა აქვთ ამა ცხოვრებაში პრინციპში ზოგჯერ თუნდაც იდეალური ვარიანტის რომ ავიღოთ როგორც არ უნდა წავიდეს ცხოვრება როგორც არ უნდა განვითარდეს რაღაც დაუკმაყოფილებლობის და დაძაბულობის შეგრძნება მუდმივად ამ დაყვებათ აქვე ვთქვათ აუცილებლად რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მეტწილად როცა მოძალადეზე მსხვერპლს ვსაუბრობთ და ნუ გადამჩენელზე მოძალადე მსხვერპლი ძალიან უკვე ესეთი გათვითცნობიერებულია ჩვენი მაყურებელი და არ არის აუცილებელი რომ აქ არ არის ფიზიკურ რაღაც ძალადობაზე საუბარი აქ არის მეტწილად ფსიქოლოგიურ ძალადობაზე რომელიც მეტწილად შეუმჩნეველი რჩება იმიტომ თუ არ არის ფიზიკური ძალადობა რა მოძალადე რა მსხვერპლი რა ფსიქოლოგიური ძალადობა ხო ანუ ფსიქოლოგიური ერთი შეხედვით უჩინარ манипуляციაზე და ჩაკეტილ ტოქსიკურ წრეზეა საუბარი. ეხლა ერთი კითხვა მაქვს. როდესაც ყველაზე ჩემთვის, ჩემს აღქმაში ყველაზე მართლა ძნელად შესამჩნევი და ახსაქმელი არის მსხვერპლის ასე ვთქვათ, მსხვერპლის როლის უარყოფითი გავლენა თვითონ მსხვერპლზე და რატო? აი ნახე მე მსხვერპლი ვარ სიტყვაზე, ხო? ეს რას ნიშნავს და სოციუმიც ამაში მიწყობს ხელს რომ ესე იგი იმან მოძალადე მიძალადა ჩემზე მე მართალი ვარ და კიდე მე შევიცვალო აი ეს განწყობა ექნება ძალიან ბევრს რომ იმან იძალადა ის არის დამნაშავე მე უნდა დამიცვათ პირიქით მე დამიღე მე და მე უყოფილ ვარ კიდე გამოსასწორებელი აი ეს პროტესტი გაუჩნდება ძალიან ბევრს აი რას პასუხობთ კი და ესეთ პროტესტი კი უჩნდება და ძალიან ბევრს ესე ამერიკაში ჩაატარეს ესეთი კვლევა შეერთებულ შტატებში ასეთი 100 სურათი იყო 100 სურათი ლანგარზე 50 ძალადობის მსხვერპლები 50 ანუ შინაგანად ესე რომ ვთქვათ ეს 50 ძალადობის მსხვერპლები ესეთი ჩაობლებრივი ეს და ეს სამუდამო პატიმრობა და ესეთი ან ნამდვილი უკვე ფიზიკურად რა შეეხება და კონკრეტულად მოძალადებს მიუტანეს ეს ფოტოები დაუდეს და ციხეში მოძალადებს დაუდეს და ეუბნებოდნენ ვიზე იძალადებდიან. ისინი აზი არ არიან საერთოდ ყველა უცხო პიროვნება. ყველა მსხვერპლს დაედო. ეს იყო ამაზე კვლევები და ასეთ კვლევები ბევრი. ანუ ენერგეტიკული მიზიდულობა აქვს რა ესე რეალურად რა თქმა უნდა ეგ სოციუმი და ესე გონია და ესე აღიქვამენ რომ აი მოძალადე და რაღაცა ადამიანი შინაგანად თუ არის მსხვერპლი ის იზიდებს სინამდვილეში მოძალადე და მსხვერპლი ერთმანეთს იზიდებს ესე რომ მკითხეს იმას რატომ იზალადებდიო ხო ახსნა რთულია ეს როგორ იტყვის და ნუ უფრო გაცემული იყო ის რაღაც ნუ სუნიადის მსხვერპლს ნახე რაღაც მიზიდულობა რაღაც ხშირებს ვიჭერთ მსხვერპლი აპროვოცირებს გარემოს ნახე ახლა უბრალოდ დეტალებში არ შევარდო მაგრამ მეც იცით რა მინდა ხო თქვით და ერთ კიდე დავამატებ კითხვას რომ მსხვერპლი რადგან ძნელი ახსაქმელია თავისთვის რომ ეს აზიანებს მას აი ამის ხაზგასმენა როგორ აზიანებს მსხვერპლი თავის თავს და რატო აზიანებს
მსხვერპლი, ამიტომ მსხვერპლი სანამ შენ ახლა ვამბობთ მსხვერპლზე, რომელიც კონკრეტულად ფიზიკურად იზოლდეს. არა, ფიზიკურს დავადებთ, აი ფსიქოლოგიურად, აი მსხვერპლის როლშია და სულ წუწუნებს, მსხვერპლი აი მაგალითად ავიღოთ ქალბატონი, მაშინ ქალბატონებთან რომ ვშოვებ, ავიღოთ ეს ქალბატონი, რომელიც თვლის მოდი არ გვინდა ფიზიკურ ძალადობაზე, ფსიქოლოგიურად ძალადობს. ფსიქოლოგიური სტითიც არ დაუდია, მაგრამ მოდის შენთან სიტყვაზე რომ მსხვერპლია და ძალადობს ოჯახი, მეუღლე ძალადობს მასზე. ხო, თუნდაც ავიღოთ ესეთ სიტუაცია, რომ მეუღლეები ძალადობენ. ახლა კონკრეტულად ორგანიზაცია, როცა ალბათ ნებართო ავიღო, არ ავიღო, დავიღო და ისე ცალკე მაქვს მე ჩვენთვისაც ნათქვამი, ემათანაც მე თანამშრომლობდი, არის ესეთი საერთაშორისო ქსელი, არის თავშესაფარიც, სადაც უმთავრესად ეს ქალბატონები არიან ძალადობის მსხვერპლები და 7 წლის თავზე ერთმანეთმა დამფუძნებელმა პირადად მე მითხრა, იმიტომ რომ მე საუბარში ვიყავი და სულ ქალბატონები არიან იქ მას მუშაობენ. უმაღლესი განათლებები ზოგმა ევროპაში მიიღო, ზოგმა ამერიკაში მიიღო და ასე შემდეგ. რომ ესო ყველაფერი ჩვენ ვიცოდითო და მაინც თეორია იყო გვეგონა, მაგრამ ახლა პირდაპირ დავეტაკეთო ამ რეალობას. რომ როცა ძალადობის მსხვერპლებს ერთად თავი შეუყარეს, აბსოლუტურად სხვა სურათი აღმოჩნდა. აი რა სურათი? კარგად გამოჩნდა მათი ნამდვილი ნატურა. ნახეთ და ისე ხშირად რომ ვიზეც გადაყოლილი ვიყავით და ეს შეიძლება შენც უნდა მეთქვა რაღაც გამოცდილებები არ ვიცი. მაგოთხიდან ჩვენ არ გვესაუბრია რომ შემდეგ ის გამოჩნდა ხშირად აი გადაყოლილი ვიზეც ვიყავითო თავზე ყველანაირადო ბევრიო თვითონ დაბრუნდაო მოძალადეს. ესეა, ეგ ტენდენცია არის. ძნელი ამ როლიდან გამოსა. და ერთად რო იყვნენ მაშინ რა მოხდა? ყველანაირად ეხმარებიან, ყველაფერს უკეთებენ, ყველანაირ პირობებს უქმნიან, საცხოვრებელი ყველანაირი პირობებია და რაღაც მომენტის მერე ისე თვითონ ბრუნდება მოძალადეს. ეგ იმიტომ ძალიან რთულია. ხო და აი ნახეთ, ესე იგი მას აქვს თავში აქვს ეს. რა თქმა უნდა, მეორე მხარე ჩვენ ახლა რომ მსხვერპლი და მოძალადე პრობლემა აქვს ორივე მხარეს. ესე გულისხმება იმას კი არ ვამბობთ, რომ ის მეორე მხარე ხო არა, ესე აუცილებლად თქვა მით უმეტეს მე რომ პასუხისმგებლობა მით უმეტეს ძალადობაზე და პასუხისგებაში მიცემა აუცილებლად მოძალადეზეა და მოძალადე უნდა მიეცეს პასუხისგებაში და პასუხისგებლობა ძალადობაზე აუცილებლად მოძალადეზეა, მაგას ეს 2-4-4-ია, მაგრამ ჩვენ ხავ ვსაუბრობთ ფსიქოლოგიურ ქვეტექსტებზე. ხო და ასეთი ადამიანი მსხვერპლი, ესე ხომ მაგსა შინაგანი დეფექტები, ის არა მარტო თავის თავს აზიანებს, მარტო თავის თავს არ აზიანებს, ის აზიანებს გარემოს, ის აზიანებს თავის შვილებსაც. იმიტომ რომ მისი მდგომარეობის, შინაგანი მდგომარეობის გამო თანაც ეგ მუშაობა, ჩემთანაც ახლა ბევრ მსხვერპლთან მე მუშაობდა, ამ ყველა როლებთან პირადი გამოცდილებაც მაქვს. სანამ მათზე იძალადებდნენ, ისინი მანამდეც იყვნენ მსხვერპლები და ის დეფექტები გააჩნდათ. ანუ ეს სპონტანურად და მოწმენდილ ცაზე არაფერი არ ხდება. ანუ იმისთვის რომ ეს გაიძლიოს, თვითონ მსხვერპლი და მოვიდეს ამ როლიდან. რეალურად ის უკვე სანამ ძალადობა მოხდა, მანამდეც მსხვერპლი იყო. მანამდეც მსხვერპლი. ის მანამდე იყო ბევრ რაღაცების აი ბატონო, აი ხშირად თუნდაც რომ თქვა აი ძალადობებია, ხო? და ასე შემდეგ. ბავშვი ეს რომ მეუბნები სკოლაში უშვებ აბა რეიტოს ხოჭა ეცვიცივა კოდი დაიხურე მოიხადე აბა როგორ ნასკებია ესე მთლიანად ესე ძალადობა და საზღვრების დარღვევა რა თქმა უნდა შენ იმ დროს როცა ეუბნები და ეს ბავშვი კი არა უკვე ზრდასრულია სკოლა დაამთავრა 30-40 წლის არის იმასაც ასწავლა ესეც და მე რომ არის მშობელი და აბა ის და აკონტროლებს და იმაშვება საზღვრებს ორღვებს იმ დროსაც ეუბნებიან აბა რატომ გაწვია ასე თქვათ უფრო თქვა ახლო ხო ცივა ამას რომ მეუბნები ადამიანს, შენ ქვეცნობიერი გზავნილი არის, შენ ხარ სულელი, დებილი, უუნარო, შენ საცოდაო რაგეშველება უჩემოთ, შენ ვერ მიხვდები და მუდმივ ამ პროგრამებში ადამიანი. ანუ რეალურად განცალკავება, სეპარაცია, ჩამოყალიბება 3 წლიდან იწყება. ამაზე შემდეგ პოდკასტში ვისაუბროთ და ერთი კითხვა გამიჩნდა, ხა წაღან თქვენ ახსენეთ, რომ როდესაც ბევრი მსხვერპლიო ერთადო შეგროვდაო აბსოლუტურად სხვა სურათი მივიღეთო. ანუ გარდა ისახნენ ერთმანეთის პირისპირ გადამოკიდებულება აქვთ. კი, იქ უკვე მსხვერპლები მარტო რო არიან, ესეთი პაპა აბრამის ბატკანებივით ვერ ექცევიან. ისინი იწყებენ ერთმანეთზე მანიპულირებას და ძალადობას. ძალადობას და გადარჩენასაც ალბათ. რა ამ სამკუთხედს ერთმანეთზე ახორციელებენ. ეს სამკუთხედი ჩვეულებრივად გრძელდება, ნახე. ანუ ესენი რო არ ეგ სამკუთხედი ადამიანს დაყვება ყველგან.
იმას ეს ნებისმიერ ვარიანტში ყველგან გაყვება იმას თავის მეუღლეა თუ ვინც არ უნდა იყოს ასე შემდეგ. იმას უბრალოდ სეპარაცია არა საკმარისი. ახლა ხშირად მე კიდევ ვიცი ამაზე რომ თქვი კიდე გადამრჩენელებს არ მოწონთ ძალიან კიდევ ეს ასეთი ის და გადამრჩენელები მსხვერპლები არიან. აბა ის თუნდაც ის დედა რომელიც თავზე გადაყვან მეუღლე თავისი მეუღლის მერე ხო იმ წუწუნებს და იმაშია და აი უბედურა და აი საკუთარი ინტერესები ჩააჩოჩა უკან და მერე იქ იქცნობს მსხვერპლად. ხო და ანუ მისი ხასიათის დეფექტებია, იმიტომ რომ მსხვერპლად შენ საბოლოო შემში სხვა კი არ გაქცევს, შენ მსხვერპლად გამყოფებს შენი შინაგანი ხასიათის დეფექტები. და შენი რწმენა წარმოდგენები შენ თავზე. რომელიც არის ერთმანეთთან კავშირში. ეგ რწმენა წარმოდგენები, ჩვენი რწმენები, ისინი რა ქვია, პროგრამები, ყველაფერი რაც ყველაფერი ადამიანს ესა პროგრამულად აისახება მოყვება ბავშვობიდან, ანუ ერთგვარი პროგრამებია. და ეს როლები, რომელსაც ვამბობთ, პირიქით ნახე, აი უფრო მეტიც. ანუ მსხვერპლს აუცილებლად მოძალადე ჭირდება და გადამრჩენელი მას აუცილებლად ჭირდება. არა მარტო მასზე იძალადეს, ადამიანი შინაგანად მსხვერპლია და ის ეძებს მოძალადეს და მას ჭირდება მოძალადე. რისთვის პირიქითაა ჭირდება. იმას რაც არ უნდა ჯანსაღი ადამიანი რომ მიუყვანა არ მოეწონა. თუ მართლა ჯანსაღი არის, ვერ მოხდება კავშირი ეგ აისხლიტავს. ანუ შინაგანად იცის, იმიტომ უკავშირდება მას, ნახე, მსხვერპლი ეძებს, ჭირდება ცნობიერად. თითქოს ასე რომ ვთქვათ, იმპულსებს აგზავნის, სათხარ იძალადე ჩემზე. აი ძალიან სასაცილო რაღაც გამახსენდა, ეხლა ჩემ მეგობარს არ ეწყინება რა გავაშხერებ. იმ დღეს ვესაუბრებოდი ტელეფონზე და მსხვერპლის როლშია რა. ამას თვითონაც აღიარებს და იმდენად მარტო იყო, რომ თქვა რომ ანუ იმდენად არავინ არ ყავდა იმ მომენტში რომ თავი ეგრცნა მსხვერპლად, რომ იმიტო გაწვიმდაო. ჩემ ჯინაზე გაწვიმდაო, მე რა სარეცხი გავფინე. ისე გულწრფელად თქვა. წვიმა გამოიყენა. წვიმა მოძალადე აღმოჩნდა იმ მომენტში. ანუ მოძალადეს ეს მას ჭირდება ყველაფერში იპოვის რა მოძალადეს, ყველაში და ყველაფერში. სხვებს მოძალადე რატომ ჭირდებათ ერთმანეთი ეს თქვა თორისობით. სხვებს ჭირდება მოძალადე, სხვებს არ შეუძლია უბრალოდ ცალკე იყოს ისე დამოუკიდებლად მსხვერპლი. მას არ შეუძლია. მსხვერპლი რომ უნდა გათამაშდეს ეს სცენარი. უნდა იყოს მოძალადე, როლი რა, როგორც თქვენ აღნიშნეთ. და მას, ანუ მსხვერპლის ეს მოცემულობა, დეფექტები მას მოყვება ეგ თვისებები და ეგ როლი რომ დაიდასტუროს, ამისთვის ჭირდება მოძალადე. იმიტომ რომ ცალკე ვერ იქნება. ანუ რეალურად პირიქით მის პროგრამებს უმართლებს. ანუ პირიქით თვითონ ეძებს ამ ყველაფერს. იზიდავს და მოძალადესაც მსხვერპლი ჭირდება. იმიტომ რომ თავისი ძალაუფლება ვინ დაადანაშაულოს, ვინ დასაჯოს. შინაგანად ჯანსაღი ადამიანი არ მეცემს ამას უფლებას, ანუ ვერ ჩამოყალიბდება მათი ასეთი კავშირი, ხო? ის გოგო თუნდაც რომ თქვა, აი გოგოები ვინც თავის თავს პატივს ცემს და შინაგანად ჯანსაღია, ის მოძალადესთან უბრალოდ ვერ იცხოვრებს, არ იცხოვრებს და ვერ ჩამოყალიბდება მათი ურთიერთობა. ნახეთ? მე ზოგჯერ ვამბობ ეს სხვადასხვა იმაში გადაცემებშიც ვახსენე, აი თანადამოკიდებული. ნუ ყველაზე მარტივი ისეთი ის იყო ამ კითხვაზე ერთ-ერთ ქალბატონს ესე იყო ნუ ევროპაში განვითარებულია ესეთი ისინი ჯგუფები თანადამოკიდებულთა და ერთ-ერთ სპეციალისტი იყო ჩამოსული. და დასმულ კითხვაზე ესე უპასუხა ნახევარი წელი მოდიან ხშირად ქალბატონები რომლებიც ამბობენ, ნუ ფსიქოლოგმა მითხრა, ან ვიღაც ექიმმა და ასე შემდეგ და დაქალმა მითხრა, რომ ჭირდება სპეციალისტი თანადამოკიდებული ხარ, პრობლემები გაქვს, მაგრამ მე ვთვლი არ მაქვს პრობლემები. ანუ თანადამოკიდებულება ასევე პრობლემად ითვლება ამ დროს ემოციური მიჯაჭვულობა. და ესე მოვედიო და არ ვიციო, მაქვს, არ მაქვსო და ნუ ესე მოვედიო სხვების რჩევით. ჩვენ უსვამთ მხოლოდ ერთ კითხვას. ეს არაპროფესიონალური ესა დიაგნოზი. რამდენი ხანია შენ პარტნიორთან ერთად ცხოვრობ, თუ გითხრა რომ ნახევარ წელზე მეტი, всё, დაბრძანდი აქ, გაგ პრობლემა და მე მივხვდები რისი. იმიტომ რომ შინაგანად თუ არის ადამიანი ჯანსაღი, ვერ იქნება ამ იმაში კავშირში. პრობლემა არის ორივე მხარესა. მსხვერპლი უფრო გაუგებარია სოციუმიც ესე აღიქვამს, რომ აი საწყალი რაღაცა, არა და თვითონ მსხვერპლის მოძალადეა. მსხვერპლი უბრალოდ სუფთა სახით იყოს და არ იყოს მოძალადე, ესე არა ის მოძალადეა. ისიც კარგი სცენარი რომ ნახოთ ერთიანობაში. იქ უყურებენ ერთ ეპიზოდს და ერთიან სურათში
ისიც სერიოზულად ძალადობს და საერთოდ კიდევ გამოსარკვევია ვინ უფრო მეტი მოძალადია მსხვერპლი თუ ის ხო და ამიტომ ეს ერთიანი სურათი და დავინახოთ თუმცა ლოგიკურია რომ ესე ნახე რატომ ჭირდება იმას გადამრჩენელს ჭირდება მსხვერპლი გადამრჩენელს აუცილებლად ჭირდება მსხვერპლი თუ არ იქნა მაგრამ არავინ არ გადასარჩენი ესე იგი თავის ფუნქცია არ ექნება მან თავის გადამრჩენელის ფუნქცია რომ კონდეს მას ჭირდება მსხვერპლი ამიტომ პირიქით ერთმანეთს იყენებენ რომ გამოიყენონ თანაც ისე მიდის გადარჩენა რომ ის ბოლომდე არ გადარჩეს ხო რომ და თან აიყოს და თან არ და თანაც მოძალადეც ჭირდება გადამრჩენელს იმიტომ რომ დოზირებულად თავისი ეს არ დაკარგოს ფუნქცია ერთერთი მოძალადეც ჭირდება გადამრჩენელს კიდე ეს ვიღაც სხვა არის არ ხო ის მოძალადეც უნდა იყოს რომ ეს ბალანსი შედგეს ამ სამკუთხედში ხო ბოლომდე არ გადარჩეს ამ მოძალადე ჩაერთო მე ესა ის ხომ უნდა ჩაერთოს იმან და გადაარჩეს აი მისგან არავინ არ მოწონს მაგრამ ერთგვარი თამაში ეს არის გაუცნობიერებელი აბსოლუტურად გაუცნობიერებელი თამაში ამიტომ ჭირდება სპეციალისტი და გაშეფრვა ამ სიტუაციის რომ აზზე მოვიდეს რომ გაუცნობიერებელ რაღაც ამ ჯოჯოხეთურ თამაშებში იმყოფება ადამიანი და მსხვერპლს რაც შეეხება ისე რომ თქვით მსხვერპლს რისთვის ჭირდება გადამრჩენელი სინამდვილეში აი დავაფიქსიროთ ეგა ძალიან საინტერესო სინამდვილეში მსხვერპლს გადამრჩენელი იმისთვის ჭირდება რომ მან დაიდასტუროს რომ ის მსხვერპლია და არაფერი არ ეშველება აი გადამრჩენელი რატომ არის ყველაზე ერთ-ერთ ძალიან ცუდ იმაში და დანაშაული რატომ უჩნდება და ცუდ დღეში და ემოციური გადაწვევები და ასე შემდეგ თუ სპეციალისტებიც კარგად არ ერკვევიან ამ თემებში იმათაც ემოციური გადაწვა ემუქრება ყველაზე რთული არის მსხვერპლებთან მუშაობა იმიტომ რომ მსხვერპლს კარგად ყოფნა არ აწყობს ის მსხვერპლი ყველაფერს გააკეთებს რომ ეგ როლი არ დაგარგოს აი ჩაჭიდებული ამ როლებს არ დათმობს იმიტომ რომ ეგეც кайფია წუწუნი აი რომ წუწუნებს იქ ესე ერთად შეიკრებებიან დაქალებთან ესეც მსხვერ მოხმარება როგორც ნარკოდამოკიდებულები ეს მოხმარება თქვენ ხშირად ამბობთ ეს არის მოხმარება როგორც ნარკოდამოკიდებულები სიტყვაზე ან ალკოდამოკიდებულები შეიკრებებიან და კეიფობენ ხო ალკოგოლს ვამბობ ასე თავისნაირ სხვებსაც შეიკრებებიან ყავა სიტყვაზე სვამენ და წუწუნებენ თქო რა უბედურებია და ყველა ერთმანეთს ეჯიბრება აი ეგ რა არის აი მე ესეც მოხმარება ხო ეგ არის მოხმარება ანუ ეგ არის აბსოლუტური უპასუხისმგებლობა მოხმარება წუწუნი მიჩვეულია უკვე თვითგვემა აი როგორი საწოდავია აუ როგორი ისა ამ დროს გადამრჩენელი ერთვება ვიღაც ხო იღებს როლს მაგრამ ნახე მას ის ყველაფერს გააკეთებს რომ გადარჩენა არ მოხდეს და მერე თქვას აი ხომ ხედავ გადამრჩენელი მსხვერპლს ჭირდება იმიტომ რომ დაიდასტუროს თავისი მსხვერპლის როლი, რომ მისი პრობლემა გადაუჭრელია. ანუ რეალურად, ხშირად კურსზეც აი მაგალითად ჩემთან ან სხვა სპეციალისტებთან ისინი რომ მიდიან იმათ გადარჩენა რო ჭირდებათ იმის აქედან გამოსვლა იმიტომ კი არ მიდიან. ანუ მიდიან აქაც ყველგან თამაში რომ დაიდასტურონ რომ არაფერი არ ეშველებათ. აბა აი რა დღეს. აი ამათთან ხო აი მე რეკყვიან აი იმ კურსზეც ვიყავი. და არაფერმა არ მიშვა. ესეთი ადამიანები დადიან ფსიქოლოგებთან, სპეციალისტებთან, სხვადასხვა კურსებზე, სხვადასხვა ტრენინგებზე, 1000 სხვადასხვა ტიპის ტრენინგებზე ყველგან დადიან მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ თქვა, აი ვიყავი მე იქ, აი ვიარი, აი ხომ მითხარი იქ მივედი, მაგრამ ხო ხედავ მე არაფერი არ მშველის მაინც. ანუ წინასწარ განწყობით მოქმედებს და ერთ-ერთი ყველაზე რთული ისაა. ამიტომ სანამ მას გადამრჩენელები ყავს, ის პირიქით გადამრჩენელი პირიქით ხელს უწყობს მას, რომ იმ როლში დარჩეს და აქედან არ გამოვიდეს. ანუ ერთ-ერთი რეცეპტი გამოდის, რომ მსხვერპლი უნდა დავტოვოთ მარტო, რომ აი იზოლებული გახდეს, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან. სწორი მიდგომები არის, სწორი მიდგომები საჭირო. მისგან რომ ის ასეთ საწოდავია, არ უნდა მივიღოთ. ხო, იმას რომ შეწოდება ეს არასწორი ფორმა. კი უნდა შეწოდება ესაა ადამიანს უპატივცემულობა. ანუ შენ თუ ადამიანს იცოდებდა იმ დონეზე და ანუ შენ ცოდასო რა ეს საწოდავი ხარ და როგორც საწოდავს ეპყრობი. ის არასდროს არ გამოვა როლიდან და იმან მოირგო ყველაზე ესეთი
კარგი ისა, მე ხომ პასიური ხო რაღაცა. თვითონ არ ექმნება, აი შინაგანად არ ექმნება დისკომფორტი იმ სხერბლს. რომ აი მიჩვეულია მე მგონი მაგ დისკომფორტს, მაგას ყوارი ტყუება. ნახე, არ იტყუება, მოტყუებით ახლა, ნუ ის ჩვენ ვამბობთ, უმთავრესად ეს არის ქვეცნობიერი, ხო? აი არაცნობიერად იქცევა ადამიანი და უბრალოდ ეგ როლია და რეალობად აღიქვამს. და თვითონ ეძებს ამის კიდევ ისინი ეძებენ ამის დამადასტურებელს, თუ რატომ უნდა იყვნენ ცხოვრებები და რომ ცხოვრებები არიან. რომ ცხოვრება ესეთია, რომ ცხოვრება გავლება რა ყოჩაღი ვარ იქ. ხო, აი ესეთი, რომ ამ ცხოვრებაში კარგად როგორ უნდა იყოს, ზოგს რომ მეკითხები, როგორ ხარ და როგორ იქნები ამ იმაში, რა ქვია, ამ ცხოვრებაში, ამ ცხოვრების შემხედვარე, ხომ იცი, და აი და უკვე ადამიანს როგორ ეკითხება ამ ცხოვრება რა შოშია. ანუ პროგრამა ერთგვარი ამ როლშია შემოთებული. ხო და მოდი ვთქვათ, ეხლა რაღაცა ჯანსაღი ისიც რომ განვიხილოთ, თუმცა სანამ აი ჯანსაღ სცენარს განვიხილავთ, აი ამ სამკუთხედიდან გამოსავლის, მე თავისთ ამომიტივტივდა და მე მოვიძიე და მიუბრუნდი სულხან საპაურბელიანის იგავარაკს კუდა მორიელი, ნუ რა ვქნა ეს ჩემი საყვარელი იგავარაკია. და უნდა წავიკითხო სხვადასხვის ტექსტი არის თვითონ საინტერესო და რა საინტერესო რაღაც გენიალური ავტორები ფსიქოლოგიური განათლების მიუხედავად სწორად აგნებენ ხოლმე ისეთ აი სიზუსტეებს ფსიქოლოგიურს, რომ გეგონება რომ ფსიქოლოგიური განათლება აქვთ. ეხლა ტექსტი მომეწონა ძალიან. ვკითხულობ მაყურებელს, რომ მოკლია და უცებ წავიკითხავ. ერთი კუდა, ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ. მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. ან მორიელმა არ იცის სურვა. კუმ უთხრა, ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო. შეაჯდა მორიელი ზურგს. კურა წყალში შეცურდა, მორიელმა ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ კითხა, ძმაო, რა სიქმო? მორიელმა უთხრა, რა ვქნა? არც მე მნებავს, მაგრამ ასეც გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა უკბინოთო. კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა, ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი თუ გვესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო. ეხლა მოდით როგორ გვასწავლიდან ამას და რა იყო პირველი, ასე ვთქვათ, აღქმები, რომ კუ არის ცალსახად მართალი და კარგი ტიპი, ჯერთი შემძლე, მან სურვა იცის და მის ძმობილს მორიელმა რომელსაც სურვა არ იცის, დაეხმარა და კაი ტიპია, გადაარჩინა და იმან, რა თქმა უნდა, მორიელი ცალსახად ცუდი პერსონაჟია, რომელმაც დაგესლა და მორიელი რო არის ეს შემთხვევითი არ არის, ხო, დაგესლა და იმიტომ მორიელი აყვანილი აქვს. და ნუ გასაგებია რომ არასწორად მოიქცა და კუ მერე სამართლიანად პასუხობს რომ თუ ცუდად მომექცევი მე სამართლიანად მოგექცევი და წყალს მისცა და ეს სწორია მაგრამ ეხლა რომ შევხედოთ აი ამ სამკუთხედის თვალით აი ნახე ტექსტს რატომ მიგაქცევინეთ ყურადღება რომ როგორ იწყება რომ მივიდნენ წყალს და მოცემულობა ასეთია რომ კუ მიცის სურვა მორიელმა არ იცის თვითონ კუს თავაზობს რომ ზურგს შემაჯექ მე გადაგიყვანო თვითონ დაიშვა თავზე ვინდა ხვეწებოდა ხო პირდაპირ გადამრჩენელი ანუ ეს ტოქსიკური სცენარი რაც განვითარდა საწყისშივე დაუშვა კუ ხო მართალია ძალიან მომეწონა როგორ თვითონ გაიჩალიჩა მაგრამ ზომებიც ხომ მიიღო რო დაგესვა კი ნამდვილად ამხმარე უფრო არ გამოდის ვიდრე გადამრჩენელი არა მე მგონი გადამრჩენელია გაქანებული კუ ისე სხვადასხვა კუთხით რომ შევხედოთ ახლა თქვა ეს ჩემი ის იყო რაღაცა არა შეგვიძლია სხვადასხვა კუთხით შევხედოთ მაგრამ თვითონ უთხრა ხო თვითონ მოდი თანაც თვითონ რომ უთხრა და თანაც მორიელს სხვა თვისება ხო მართალია ნახე ისე ადამიანები თუ იცი მორიელია თანაც იცოდი ხო იცი რომ მორიელია იცი რომ შხაბიანია თან სურვა არ იცი შენ რო იცი ეს ცოტა გაი იმას აქნა აი ნახე ალბათ კარგი განზრახვა ქონდა მაგრამ ნახე იმან არ იცი შენ იცი და ის ხო დაიბოღბება თან მორიელია ტოქსიკურია ხო და მივხვდე რომ დაყენდი რა ხო ესე იგი რა სხვა მოლოდინი თუ ქონდა აშკარად სხვა მოლოდინი ხო ნახე რაც უფრო ადამიანი შინაგანად ჯანსაღია, მით უფრო ადეკვატური მოლოდინები აქვს. მოდი ამ კუთხიდან შევხედოთ. ძალიან საინტერესო. და პირიქით, ადამიანი რაც უფრო დაბალი ცნობიერების ფორმა აქვს, მით უფრო არაადეკვატური მოლოდინებია. აი წყენებს უმთავრესად საიდან იკიდებს ადამიანი, ხო, უკვე ნაწყენია. წყენა არის ბავშვის ემოცია, ინფანტილიზმი არის.
ბავშვისთვის ნორმალურია ახლა წყენა, მაგრამ ზრდასრული ადამიანისთვის წყენა უმთავრესად არის შენი მოლოდინი არ მართლდება და უკვე იბოღმები, ესე იგი არაჯანსაღ არასწორ მოლოდინებს იქნებ. აი აქედან გამომდინარე, მაგრამ თუ იცი რომ ესეა და ფიქრობ ეხლა სხვანაირად იქნება, ეგ პრობლემაა. არის ასევე ისა ჩვენი წინაპრების და შეიძლება არა მარტო ჩვენი წინაპრების ესე სიბრძნე ერთ-ერთი ერთ წყალში ორჯერ ვერ შეხვალ. ხო? ეს ძალიან დიდი სიბრძნეა რომ ეს ჩაფშალოთ. ერთ წყალში ორჯერ ვერ შეხვალ. ერთხელ შეიძლება იყოს გამოცდილება, მაგრამ ხომ იცი და ხშირად არის, ანუ შეცდომა თუ პირველად ხდება, შეცდომა არა გამოცდილება ერთგვარი, მაგრამ შეცდომა არაჯანსაღი, შეცდომა არაჯანსაღი მოქმედება დეფექტი არის წრეზე სიარული. ანუ ადამიანი ვერ იღებს გამოცდილებას. აი თუნდაც მსხვერპლი რომ თქვენ მსხვერპლებს აქვთ ასეთი თვისება ერთ და იმავე ისტორიებში ხვდებიან. კარგი ერთხელ ხო დაგემართა. რატო არ გამოიტანა დასკვნა? რატომ ზუსტად იგივე სიტუაცია გიმეორდება და მათ უმეორდებათ ერთ და იგივე სიტუაცია. და პატერნს ეძახიან ამას, რომ აი ერთ და იგივე პატერნია. აი ზუსტად თუ ერთ და იგივე სიტუაცია გიმეორდება ხარ ფსიქოლოგიურ თამაშებში და უნდა მიხვიდე სპეციალისტი. მე ვთამაშობ თავაზობ პიროვნულ ზრდის კურსს. კი ბატონო, რომელსაც მართლაც გააცნობიერონ, იმიტომ რომ ნებისმიერ ვარიანტში შენ პრობლემა გაქვს. თუნდაც ადამიანს არ შეუძლია, ვერ გამოაქვს დასკვნებ, დახმარება ჭირდება მართლა, რომ იმიტომ რომ ერთ და იგივე ესე წრეებში ვერ იქნებ. და სწორედ ეგ სამკუთხედის პერსონაჟები, ისინი ერთ და იგივე ისტორიებს ატრიალებენ. აქ ახლა ამ კუთხიდან რომ შევხედოთ ეს ხო თვითონ უთხრა თანაც თვითონ ის და იმ დროს თუ გაუგვირდა რას მკმენო ხო გაუგვირდა და მორიელია და ახლა ამ გაგები წერია კიდევ ხო ის მორიელი ეს კუა და მორიელი იკბინება და რას მკმენო აბა რომ უნდა გავუკეთოს მორიელია და იკბინება ესე ხო ადეკვატური მოლოდინი უნდა ქონოდა თუმცა ადეკვატური მოლოდინი უნდა ქონოდა პრინციპში და თვითონ აიკიდა და ხშირად არის ადამიანები ესეთი გამოთქმაც რწყელის ფეხზე დაიჯონ თავზე აღხდება. ეს ადრე იყო, თორემ მე შეიცვალა უფრო. საერთოდ ამ ხალხურ ანდაზები ძალიან ბევრი სიბრძნეა ნამდვილად. ხალხურ ანდაზებში არის რაღაც სიბრძნე, ხო? გამოცილი საუკუნეებით გამოცილი რაღაც სიბრძნეები. კი ბატონო. ეხლა უკვე რწყელის ფეხზე თუ დაიჯერ, თასმების გახსნას დაგიწყებს. თავზე არ გახდება, უკვე პირდაპირ საქმეს გადადიან. ხო და ანუ ამ კუთხიდან, მაგრამ მაინც ხონერად რო ვთქვა, თუ პირველად ხდება, მაინც რაღაც გამოცდილება არის, მაგრამ მოდი დეფექტი დავარქვა და ნაღდად არაჯანსაღი მდგომარეობა, თუ ადამიანს დასკვნები ვერ გამოაგდა, ერთი და იგივე სცენარში ეხვევა. აი ამ შემთხვევაში არის დეფექტი. აი იცით რა მიფიქრია ხოლმე ეგეთ სიტუაციებზე, აი ერთი და იგივენაირ ადამიანებს რო იზიდავენ სულ. ადამიანს მაგ დროს ხო არ აქვს დაუკმაყოფილებლობის განცდა, ვთქვათ, აი მე ვერ მივაღწიე ამ პირობითად აპერსონასთან რაღაცა მიზანს. ჩვენი ურთიერთობა ჩავარდა. ბესთან იმიტომ ხომ არ ვიჭერ ურთიერთობას, რომ აქ რა მიზანსაც ვერ მივაღწიე, იქნება იქ მივაღწიო. მე მსგავს კიდევ უკავშირდები, იმიტომ რომ აი ცოტა სიჯიუტეც ხო არ არის აქ. ნახე, აქ ბევრი ფაქტორია ისედაც, მაგრამ ერთი არის ესეთი ადამიანი, ამ სამკუთხედის პერსონაჟები რომ თქვათ, ისინი გეგმავენ მიუღწეველს. მიუღწეველია ეს? მიუღწეველს თავისთვის. კი, თავისთვის ხო ეს მაინტერესებს. ნახე, ხშირადაც რომ დავაკვირდეთ, ეგა საბოტაჟი. ერთგვარ საბოტაჟში იმყოფებიან ერთგვარად. ანუ რეალურად ამ სამკუთხედის გმირებს სრული თავისუფლება, ბედნიერება, შინაგანი სიმშვიდე, ყველაფერი идеალურად რომ იყოს არ აწყობთ. მათ არ აწყობთ ეს დრაივი არ იქნება, იმიტომ რომ პირიქით როცა ისინი მუშაობენ თავის თავზე და ყველაფერი ლაგდება, რაზეც ამბობენ აი ის და აი დაიწყო დალაგება. უხერხულად ძნობენ თავს. მოიწყინეს ხო? კი, და ეკითხები როგორ ხარ და რაღაც ვერ ხარ. ეს როგორაა საქმე, ეკითხები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს, ყველაფერი დალაგდა. მაგრამ როგორ ხარ? კი, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაც ისევა. მაინც რა და რაღაც არ მოხდეს ხშირად და რა უნდა მოხდეს, არ ვიცი. მოდი ისიც ვთქვათ, რომ ეს პლუს იქნება ისიც, რომ არც იცის ეს როგორ არის ადაპტირების მომენტიც არის, რომ არ იცის ეს სცენარი. ანუ იქ აღმოჩნდა, სადაც არასდროს ყოფილა, ეგეც ხო არის? ეგ რა თქმა უნდა, ეგ არის აუცილებელი. ვერც იჯერებს, რომ ესეა. მოდი ვჭყალებ სხვანაირად, რომ ვთქვათ, აი ჯოჯოხეთის პერსონაჟია.
ესე რომ გადატანითი მნიშვნელობი და მან იცის მხოლოდ ჯოჯოხეთი როგორ გამოიყურება და 64-ზე წარმოდგენა არ აქვს. ამიტომ 64 ნუ რაღაც ნუ თეორია არის, არ არის, ნუ რაღაც გაურკვეველი. აი ჯოჯოხეთი გასაგებია. და მისი აზროვნება მხოლოდ მიდის იმამდე, რომ ჯოჯოხეთში როგორ დაიკავოს კარგი ადგილი. იმიტომ რომ რასაც არ მიჩვეული. კი, ჯოჯოხეთს ვერცილდება და აი შედარება შეფასების და ჯოჯოხეთში ტრიალის დონეზე აზროვნებს. და ის მისთვის იმდენად დაბალი თვითშეფასება მიუღწეველია, გაუგებარია, დაძაბულობას იწვევს და ნუ ის არ ვიცი, ეგ გასაგები მაინცა, ის გაუგებარია. ამიტომ რომ უახლოვდება 64-ს, მაშინ შფოთი იზრდება და ისევ ბრუნდება უკან. მიჩვეულთან, იმიტომ რომ არ ფიქრობს რომ ეკუთვნის თავის დაბალი თვითშეფასებიდან გამომდინარე. მისი შინაგანი რწმუნებულება არის ქვეცნობიერი, მე არ ვარ ბედნიერების ღირსი. ბედნიერების და სიყვარულის ღირსი. ტრაგედია, მაგრამ თანა დამოკიდებულების თუმცა ამის შეცვლა შეიძლება. ხო, მაგისთვის არის პიროვნული ზრდის კურსები. ხო, მაშინ არ შევიკრებოდი თქ და ამ ყველაფრის შეცვლა, რა თქმა უნდა, შეიძლება. გადაპროგრამირება. გვერდიდან ჭირდება ადამიანი, რომელიც ჭაობიდან გამოიყვანს. იმიტომ რომ თვითონ ვერ გააკეთებს ის. აი არ არის უბრალოდ IQ-ს ან განათლების პრობლემა, რაღაც ამ ხალხში არის განათლებული ადამიანების და ასე შემდეგ. და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. მაგრამ საქმე იმაშია, ის გონება, რომელმაც პრობლემა შეუქმნა, აქედან არ გამოიყვანს. ეს არ აქვს მნიშვნელობა ის რომელი პროფესიისა და რამდენი წიგნი წაიკითხე. ეს შინაგანი ერთგვარი პროგრამა, სხვა რაღაცა. სპეციალისტი შეიძლება ასეთი იყოს კარგი რაღაც სხვადასხვა სფეროში, ხო? მაგრამ აქედან ვერ გამოვა. ის ყველაფერს საბოტაჟს გაუკეთებს. და ემოციური ინტელექტი არის ხოლმე დაბალი. ემოციური ინტელექტი ყველას დაბალი აქვს. თუმცა ამბობენ, ეხლა ეს ხომ ახალი ტერმინია და ცოტა ხნის წინ გავიგეთ, მაგრამ როგორც ვიცი, ეს არის მარტივად გამომუშავებადი და ნუ მარტივად, ნუ ისეთი არის ახლა მარტივად თუ არა, მაგრამ ნამდვილად გამომუშავებადი არა შეიძლება. თავგანწირვა უნდა და ემოციური ინტელექტი დაბალი აქვს ყველას. ემოციური ინტელექტში შედის სწორედ ეგ უნარი ერთგვარი ფსიქიკის კლასიფიცირება გაუკეთოს, დააფიქსიროს, გამოხატოს ემოციები. ასეთი ადამიანები საერთოდ მათ თავის თავთან კავშირი უჭირთ. ნახე? რომ იფიქრონ, იგრძნონ, ზოგჯერ თუ რაღაცა მძაფრი არ ხდება, ისინი გრძნობაც ვერ გრძნობს. აი ხო. ანუ მთლიანად ტვინში არის. იმიტომაც ზოგჯერაც რომ ეკითხე, რას გრძნობ? ნუ რა ვიცი, ვარ რა. ანუ ისინი არა გაყინულია შინაგანი სამყარო, ესე ვთქვათ. ეს არის შინაგანი გაყინვა. და ტვინი ფუნქციონირებს, ხოლო და ტვინი და ისიც არაადეკვატური მოლოდინებით და ამ დეფექტებით ისა ანუ შინაგანად თითქოს პარალიზებულია ადამიანი და ბატონო გზა მოდი ეხლა ამ პოდკასტის ბოლოსკენ შევაჯამოთ და რაღაცნაირად გამოსავალი ვაჩვენოთ მაყურებელს, იმიტომ რომ ეს აი საუბრები იმისთვის არის მიზანი ისაა, რომ აქედან გამოსავალი არსებობს და პიროვნულის დისკურსიც ამას ემსახურება. აი ესე რომ გკითხოთ რა, აი დავუშვათ ესეთ შემთხვევაში რა ვიყოთ დამოკიდებული ადამიანი, დავუშვათ ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, თამაშზე და თანადამოკიდებული ხო დედა, მეუღლე თუ ვინც იქნება. შესაძლებელი არის თუ არა და იმედი მაქვს რომ არის, მაგრამ თქვენგან გვინდა როგორც ავტორიტეტისგან მოვისმენთ, რომ ამ ადამიანებმა ეს ხო ერთი სისტემაა, როგორც აღნიშნეთ, ერთმანეთის პარალელურად, ერთდროულად შედგნენ ამ გამოჯანსაღების გზაზე, შეინარჩუნონ თავის ჯანსაღი ურთიერთობა და თან გაჯანსაღდნენ. კი, რა თქმა უნდა, სწორედ ესეც უნდა მოიხსნიან. საერთოდ ეს ყველაფერი არის ოჯახური, რომ თქვით, ოჯახში თუ არის ერთი გარკვეული როლი აქვს, მათ პრობლემა აქვს, ანუ ოჯახურ დონეზე. თუ არიან მით უმეტეს პარტნიორები, მით უმეტეს პარტნიორები და ისა მშობლები მშობლებს ბევრს თუ ასაკია, ძალიან ასაკიანია, კიდევ უჭირთ. ბევრი ისინია ნიუანსები ამაში, მაგრამ თუ პარტნიორები, ასევე მშობლები, ესევევნები თავიდან დაპაუზება ურთიერთობის და იწყებენ პარალელურად მუშაობას და მათი ურთიერთობა გადადის სხვა დონეზე. და ხშირად, რა თქმა უნდა, უკეთეს დონეზე, როცა ისინი რეალურად ეცნობიან ერთმანეთს. მოდი ესე ვთქვათ, ესეც გამოცდილებაც აჩვენებს და ესეა, ისინი არ იცნობენ ერთმანეთს. წლობით ცხოვრობენ, არც მშობლები არ იცნობენ შვილებს, არც პარტნიორები ერთმანეთს არ იცნობენ. ესეც არის ზედაპირული ყალბი, გაქცევითი ადამიანი თავის თავს არ იცნობს ნორმალურად, სხვას როგორ გაიცნობს, რა მომენტში, რას გზნობს, როგორ გზნობს, რა უხარია, რა წყინს. ანუ რეალურ ერთმანეთს არ იცნობენ.
და მიდის ყალბი ფსიქოლოგიური თამაშები და ამიტომ არის ამდენი გაუგებრობა და რაღაცა და სინამდვილეში დადანაშაულება და ასე შემდეგ და აი როლები. ეგ არის თავი ნახე ღრმა ემოციური კავშირების არ ქონა ღრმა ემოციური კავშირი არ არის ერთმანეთთან. თქვენ თქვით ერთხელ და ძალიან დამამახსოვრდა რომ ზუსტად ღრმა ემოციური კავშირის არ ქონა არის მიზეზი დამოკიდებულებების და მიჯაჭვულობების ერთ-ერთი ხო ეს საინტერესო რაღაც თქვით მე მაგაზე ხარ მიფიქრია მაგრამ იმიტომ რომ ის დამოკიდებულება ზუსტად იმ სიცარიელებს ავსებს სადაც უნდა იყოს რეალური ემოციური კავშირი. ხშირად ხომ არის ეს მეგონა ის არ მეგონა ხშირად ჩოქში არიან ხო თვითონ არა ჩემ შვილს თუ ჩასაღებ ყველაფერი ვიციო და მე აღმოჩნდება რომ საერთოდ სხვა ადამიანია საერთოდ სხვა იმიტომ რომ ის იმდენად შეზღუდული იყო დაბულინგებული იყო რაღაც იყო გარკვეული როლი შექმნა თავდაცვის მიზნით ეგ ყველა როლები არის თავდაცვის მექანიზმები ყველა როლი ანუ და რისგან იცავს თავს სამყაროსგან გარემოსგან ეს არის მარტოსულობა ადამიანი შინაგანად მარტოსულად აღიქვამს თავს და არ ემდობა ასეთი ადამიანი ნახე ეს როლები ისინი არავის არ ემდობიან არც საკუთარ თავს არც გარემოს არც ხონდობის არც სამყაროს ესე გონია შეიძლება რაღაც დონეზე მაგრამ ბოლომდე არ ემდობიან ანუ შესაძლოა გახსნილები არ არიან და ეს ღრმა ემოციური კავშირების დამყარებაც უჭირთ და ნახე და იქმნიან ბარიერებს ეს უნდა იყოს მithumetes ვიღაცის მოსაწონი ვიღაცის იმედები ამართლოს ვიღაცის რაღაცეები და იტანჯება ადამიანი და მე იმიტომ არ დავიბადე რომ ვიღაცის იმედები მომართლო მე ესეთი ვარ ნახე მას ჭირდება სიყვარული ამ სამკუთხედში სიყვარული არ არის და არც იყო არასდროს ნუ ახლა ვიცი ძალიან ხშირად აი მშობლები იმაშვებიან არ მოწონთ ესეთ საუბარი ხო როგორ ჩემი შვილი რა არ მიყვარს აქ სიყვარული ცოტა სხვა იგულისხმება როგორც ცნობიერების დონე ნახე ჯანსაღი სიყვარული უყვართ ჯანსა უპირობო სიყვარული ეგ ძალიან მაღალი დონეა ადამიანს თუ აქვს პრეტენზია ეგ შეუძლია ეგ მაღალი დონეა უპირობო სიყვარული ბავშვი მოდი ასე ვთქვათ გაღიზიანების გარეშე რომ მიიღო ნებისმიერი მისი გამოვლინება თუნდაც აი ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანის იმიტომ რომ შენებურად არ აკეთებს და ის ხარ უკმაყოფილო განლისხ ისა უკვე არ არის სიყვარული შენებურად არ აკეთებს თუ ის ბავშვია ახლა რომ ავიღოთ 2 წლის ბავშვი 2 წელს 3 წლამდე არა უნდა გააკეთოს ისეთი რომ დამნაშავე იყოს ან ასე შემდეგ მას ველაზე მეტად ჭირდება ესე ახლა ერთზე რომ დავიყვანოთ აი ყველაფერი და ერთამდე უპირობო სიყვარული ჭირდება მისი ნებისმიერი გამოვლინება მიიღოს გაღიზიანების გარშემო ამას ვერ გააკეთებ თუ შენ არ ხარ რესურსული საქმე იმაშია რაც უფრო მშობლები არიან არარესურსულები რესურსები გულისხმება შემთხვევაში შინაგანი მდგომარეობა და არა ის გარეგანი რესურსი. აი მოდი ახლა მშობლებზე და ეს ოჯახურ დისფუნქციებზე უკვე შემდეგ პოდკასტში ვისაუბროთ. ეხლა დავასრულოთ თუ კიდე მაქვს ერთი კითხვა და შევედი. ბატონო უგზარ, აი ირინამ დაიწყო საუბარი, როცა თემა გახსნა, რომ 90% დაახლოებით ვიმყოფებით ამ ჯოჯოხეთურ სამკუთხედში. და აი ეს პიროვნული ზრდის განვითარების კურსები, ანუ რაში გვეხმარება, ანუ როგორი უნდა იყოს იდეალური ადამიანი, რომელიც არ იქნება არც მსხვერპლი, არც გადამრჩენელი და არც მოძალადე, აი ეს მაინტერესებს. კარგი, მოდი თვითონ კურსზე რომ ვთქვათ, კურსაც აქვს, შემდეგ კიდევ ეტაპი. მაგრამ აქ პირველი ეტაპი ესე დავარქმევდი, რა არის კურსის მიზანი. კურსზე რომ მოდიან, ნუ პირველ დღეს ვეუბნები ისედაც ერთმანეთს გაეცნობიან, რა მოლოდინები გაქვთ, ხო? ან თვითონ რა გინდათ, რა გამოასწოროთ, რას მიაღწიოთ. ყველა თავისას ამბობს. შემდეგ მე 1-2 სესიის შემდეგ ხსნიან კიდევ ყველაფერს და მე ვთავაზობ, რომ ეს ყველაფერი რომ მივიღოთ, რაც უნდათ, სულ მცირე ნებისმიერ ვარიანტში არის ჯერ ეს გავაცნობიეროთ, მე ვთავაზობ, ეგ სამკუთხედი რას ნიშნავს და ეს არის გეგმა მინიმუმი, რასაც ვთავაზობ, გეგმა მინიმუმი. ამ სამკუთხედიდან გამოსვლა არის გეგმა მინიმუმი. ანუ რეალურად რომ ვთქვათ, სულ მცირე მიმღებლობის დონეს მივახციოთ. ნახე? რომ ეს პრობლემა მაქვს. ვაღიარო. არა, არის აღიარება და არის მიმღებლობა. მიმღებლობა ცოტა სხვა რაღაცაა. ხო, აღიარება ეს დასაწყისში არის, რომ აღიარონ, რომ პრობლემები აქვთ და რომ ჭირდება დახმარება, ეს პირველი ნაბიჯებია. ნებისმიერ ვარიანტში, მე არის ეგ დავალებები, რაღაცეები
დაკვირვებები და ასე შემდეგ. ამას უნდა გამოყვეს მენდონ, ხო? გამომყვენ თუ არ დაიტესტა როგორ მიხდებიან და შევდივართ გაცნობიერების პროცესში და შემდეგ მუშაობთ რაზე ეს რწმუნებულებები თვით შეფასება შემდეგ შინაგანი მდგომარეობები ადამიანის ფასეულობები და მოთხოვნილებები ადამიანის ამ ყველაფერზე უნდა ვიმუშაოთ როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი ანუ არის რაღაცა აუცილებელი რაღაცები რასაც გავდივართ და ორი სიტყვით რომ თქვა უნდა მივახციოთ მიმღებლობის დონეს ანუ მიმღებლობის დონე ესე რომ თქვა ჩვენ თავს და ყველას ვანებებთ თავს მოდი ორი ან საკუთარ თავზე ვიყავთ პასუხისგებლობას და ეს არის რომ მივიღე მოცემულობა როგორიც არის ჩემი თავიც და გარემოც მოდი ახლა რომ თქვა მე ვცდილობ ძალიან მოკლედ თქვა რეალური ზრდა როდის იწყება მოდი ეს დავაფიქსერებ კი რეალური ზრდა იწყება მხოლოდ იმ დროს როცა ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას თლიანად 100% თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას მე ვარ პასუხისმგებელი ჩემ აზრებზე ემოციებზე სურვილებზე ქმედებებზე ჩემ ცხოვრებაზე ჩემ თავზე ანუ ამისი გაცნობიერების შემდეგ იწყება ნაბიჯები რომ თლიანად ეს ჩვენ გვეხმარება ამ როლები ცოტა რყევა რომ დაიწყოს ჯგუფური ეტაპი რატომ არის კარგი შემდეგ ჯერ დასაწყისში ვართ ჯგუფზე მაგრამ მე ეს დეფექტები კარგად გავიგო და ერთმანეთს დაანახონ გვერდიდან უფრო ჩანს თანაც ენდობიან ადამიანები ნუ შედიან უკვე ერთმანეთთან დობაში და გვერდიდან ანახებენ დეფექტებს და მიდის კონკრეტული მუშაობა და სულ მცირე ესე იგი ჩვენი გეგმა არის აქედან გამოსვლა აქედან გამოსვლის შემდეგ კიდევ არის აქ დონეები ერთგვარი ცნობიერების ეს პირველი კურსი ეს ორთვიანი მე არის ესე ვთქვათ მეორე მოდული იწყება ხო კიდე სხვა ეს არის მთლიანად ურთიერთობებზე ხო აი მხოლოდ ურთიერთობებზე ურთიერთობა იგულისხმება ყველა ტიპის ურთიერთობა ჩემთან სამყაროსთან გარემოსთან პარტნიორთან საერთოდ აი ურთიერთობა და მე მაგის შემდეგაც არის კიდე იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ვღეჭავთ ამ თემას ჯერ ეს ბაზა აუცილებელია ბაზა ჯერ ანუ ჯერ გაცნობიერებებში უნდა შევიდეთ ჩვენ ყველაფერზე ჯანსაღი არაჯანსაღი როგორ განვასხვაოთ აზროვნების დონეზე სურვილების დონეზე მოქმედებების დონეზე რა არის ჯანსაღი არ არის და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ამის გადაღეჭვას დავიწყებთ ხო საერთოდ ეს როგორ უნდა გავიგო ახლა ხო ჯანსაღი აზროვნება რას ნიშნავს საერთოდ ან ჯანსაღი არაჯანსაღისგან როგორ განვასხვაოთ და ყველაფერში ვიწყებთ ამის დამუშავებას ამ თემების და ეგ ძალიან საინტერესო პროცესია და თანაც აქ რა მომენტია ყველას აქ თავისი ტემპი ესეც უნდა ვიცოდეთ ჯგუფებიც ერთნაირი არ არის ახლა ბევრ ჯგუფთან მქონდა ეს ნამუშევარი ვარ და ჯგუფებიც სხვადასხვანაირია პროგრამაც ახლა რომ ვთქვა ისე არ მაქვს გათვლილი რომ ერთი ასეთ მოჭრილია იმიტომ რომ მეც ვაკვირდები თვითონ ჯგუფსაც აქვს რაღაც თავისი დონე და მოცემულობა არის ჯგუფები უფრო გადიან უფრო ვერ გადიან სხვადასხვა ტემპები აქვთ ანუ აქ არის ძალიან ბევრი ნიუანსი ასე მოჭრილად და ესე არ შეიძლება თქვენც არგებთ ამ პროგრამას მოცემულობას ვინ არის ჯგუფში აუცილებლად მეც ისე მიმყავს ჯგუფი რომ ისინი ნუ შეძლონ ეს დაძლიონ და გამომყვენ ხო იმის მიხედვით ანუ უნარის მიხედვით მე ახლა გავდივარ დასაწყისში ვარ და ძალიან ესეთი კარგი მოლოდინები მაქვს და იმედი მაქვს რომ გამართება ჩემი მოლოდინები მოდი დღევანდელი პოდკასტი დავასრულოთ და ჩვენ მაყურებელს დაუბრუნდებით აუცილებლად ისევ ამ თემატიკით შემდეგ პოდკასტში ასე რომ დაგველოდეთ მადლობა დიდი და დროებით ძალიან დიდი მადლობა ბატონ ნუქსა ერთი საინტერესო საუბრისთვის მე მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანს დააფიქრებს ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. კი, შემდეგ როგორი კითხვებიც უმთავრესად რა კითხვები ისმევა, იმის მიხედვითაც შეგვიძლიათ რომ ჩავშალოთ. იმიტომ რომ ეს ჩვენი საუბრებიც არის იმაზეა დამოკიდებული როგორ აღიქვამს მაყურებელი, კი ბატონო. აი რომელი კუთხიდან ჭირდება უფრო გაცნობიერება. კი ბატონო. კარგი, მადლობა ირინა და ნახვამდის დიდი მადლობა.